დროა გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. და შემდეგი მონაწილე არის გიორგი ვარდოსანიძე. შენი მოგვარე? შენი მოგვარე? ჩემი გიშვილია. იცი რა გადავწყვიტე? და ვინაიდან და რადგანაც ალბათ მეც ხო რუსთავიორის სახე ვარ, რატომ უნდა დავიჩაგრო მეც და მეც მინდა თამაში. თან გულახდილად მინდა გამოვცადო ის ემოცია, რას ნიშნავს იქ დგომა. ამიტომ მე ვთხოვ ულამაზეს ნანუკას დაბრუნდეს აპლოდისმენტების თანხლებით. ნანუკა გთხოვ და მიბრუნდი. დაიკავე ჩემი ადგილი, დაიკავე. მე შენ აგიხსნი რა ხდება და როგორ ხდება. ეს არის ბორდი, ეგ იცი ხო? კი. 3 ღილაკი აქვს. მე ისე ვარ უნდა ვთქვა ხო დადან შენ არ თქვი ჩემი სტილია. ხო და ესე იგი რა ხდება? ეს არის რო გაეღიმებათ და ხშირად აჭირი ამას. ეს არის ლურჯი რო დრო დაიწყოს, ეს არის რო ერთი წუთი არ ამოიწურება ჩემ შემთხვევაში, მაგრამ კაი, ეს არის ხო? კარგი. გიორგი, მანდ უფრო სანერვიულოა თუ იქ? ძალიან სანერვიულო და საპასუხისმგებლო ყოფილა ეს ყოლიფერი. ვინ არის? ნანუკა ხელს გიშლის. მადლობა. მეც გავუწევი. ეს. ზადვართ ხო? დავიწყოთ გიორგი მზად ხარ რომ მზად. ასაკი 26-ის ახლა გავიგე სხვათა შორის რამდენი ხანია მეგობრებო? 26-ის ვარ ალეკ. რა კიდე სხვა შეკითხვა თუ არ გაქვთ მე შემიძლია გადავხედო ჩემი უბნელი ბიჭების საცხოვრებელი ადგილი ძალიან კარგი გაქვს. რა? თბილისი მოლი საცხოვრებელი. თბილისი მოლი მე მინდა თქვა. ალეკო მაძლე უფლებას რომ თქვა რატო თბილისი მოლი ბოლო 2-3 კვირაა თითქმის. ხო, ბოლო. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გადავიღეთ ფილმი 5 ნახვით შეყვარება. ვაუ. ნუ შეცდომა. სადაც მე ვთამაშობ ბატონი პაატა გულიაშვილის და არა მარტო ჩვენ თქვენთვის ძალიან ისეთი საყვარელი სახეები, ცნობილი სახეები 5-ია პრემიერა, 5 ნახვით შეყვარება. მოდით დაირაზმეთ ოჯახებში, ხელები ჩავკიდეთ და წამოდით. ეს რაც შეეხება კინოს, მეც გავაპიარე. ძალიან ნერვიულობ. შემიძლია მოდი ესე შევარკვიო, არასასაცილო იუმორი ალბათ. ან რამდენად სასაცილო თქვენ გაჟეთ. დრო წავიდეს ხო? 3-2-1 უნდა თქვა და თეთრს არ დააჭირო ლურს. ვერ გავზარდება ბავშვი. 3-2-1 წავიდა. ჰა, შენა ყოფილა. ხონერად გესმის. ჩემი უბნელი ბიჭების დაწერილი იუმორი. ჩვენ ერთად ვართ. თავარია მე რა რომ თვალთვალია. სევდანარევი გემილი, ციცელდი რა საწყობი? დავაჭირი, მაგრამ ცოტა უფრო მეტი. დიდი მადლობა, ჩემ ბიჭები, ოქროები ხარ. პირველი ხუმრობა 50 ვარ ჩემია. აგზელებ გიორგი თამაშ? თამაშ, კი. ახლა თანხა მოიგე. 50 ლარი მაქვს, კი, გავაგზელებ თამაშს. ოღონდ ჯერ არ ჩართო თუ შეიძლება გადავხედავ. 3, 2, 1 და სახესტი. ბატონიკა მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და მინდა გამოგიტყდეთ რომ სანამ აი აქ რუსთავიორში მოვიდოდი მე მანამდე მუშაობდი იმედზე და დედასპიცავარ მონაწილეობდი სხვადასხვა რაღაცა მანკიერ პროექტებში და ამისთვის მე გულახდილად მოდის გიხდა ჩემზე ხარ ეს საწყობილი. არ ვიცი ბიჭებმა აწყეს მე არაფერ შუაშია. ბიჭებმა მადლობა. თქვა შეიძლება სულ მეგონა რომ ბატონი ნიკა რაღაც აი დირექტორი და ხო ხდება არასდროს არ უნდა გაღიმებოდა და ალეკოს არაფერზე არ ეღინება ეგეთია. ვერ გააღინებს კაცი. არ ეღინებაზე გააღიმა ხო მე დირექტორი ვარ და ალეკოს დირექტორობა უნდა. არაფერი ღიმილით იწყება როგორც შეგვიძლია გავუძე. 100 ლარი გაქვს გიორგი. 100 ლარი მაქვს დავფიქსდე. კი, წინ 200 ლარია და მე ვითამაშე 200 ლარიან ტურს. კი ბატონო, ვერ შეგეწინააღმდეგე. ვერ შემეწინააღმდეგები, შენ ძლიერია. 3, 2, 1. შემდეგი ბიჭების დაწერილი ხუმრობა. ეს ხუმრობა სალომე ჭაჭვამ დამიწერა. რატომ არ მეღიერო? კარგი რო მიღირე. აი ეს იყო დღეს საუკეთესო ხუმრობა. მართლა? აი ეგრე. ხო 150 ლარი უნდა გქონდეს თუ არა და შემახსენე. 200 ლარი მაქვს. 200 გაქვს უკვე? 200 ლარი მაქვს. ვაძელებ ალბათ. შევ ერთ წუთი ხო, აქ ხდება. ხო, цаრიელ ფურცე. ახლა 400 ლარზე მიდიხარ. ხო, შევ 2 რაუნდი დაგვრჩა გიორგი მინდა 2 რაუნდი დაგვრჩა 400 ლარი და 1000 ლარი. აი, მოდი ჩავთოთ 400 ლარზე ვითამაშოთ. ჩავთოთ, მოემზადე. წავიდა. 1, 2, 3.
გაჭირს ამ ფურცელს რა უკენ. გაჭრა! თემი დღე ვფიქრობდი რაღაცა ორიგინალური მინდოდა და გაჭრა. ვიკა შენ გამაცინე, ხო იმას მიწევ. 400 ლარი. კარგია. მომწონს 400 ლარი. ხო გაჭრა. გახრეტილმა ფურცელმა რა გააკეთა დღეს 400 ლარი. ხო, ჩაფიქრებული ხოდა. არ შევწყვეტი თამაშს, მე ამბიციური ვარ. 1000 ლარზე მინდა თამაში. კარგი, ერთი წუთი. შეგიძლია დაკარგო ისე მინდა შეგახსენო. ვიცი, ეგ წესები ჩემი დაწერილია, ისე რომ იცოდე, ამიტომ კი, ვიცი. გასაგებია. თუ შეიძლება გავაგზავნოთ, მაგრამ ჭირდება. მიდი ხარ 1000 ლარზე? რა თქმა უნდა, უკვე მისული ვარ. მაშინ აპლოდისმენტებით მეგობრებო. გიტარა და ბატონ წამყვანს კამი. ეს შეგიძლია სამახსოვროდ ბავშვებს მოუყვე. ანუ მუსიკალური ხოვრებები. აქვს ორი ვარიანტი, ან უნდა მოუყვე ანეკდოტი. ან ანეკდოტს რამდენი დრო ჭირდება? დაახლოებით 30 წამში მოუყვები? კი. ეს გიტარა რა დგინდა ანეკდოტს მოჟე. ეს ანუ ორნაირი იუმორი მაქვს, შეიძლება მუსიკა. კაი, მოდი დავიწყებ ამითი. ჩართე, 1000 ლარი. დედა შენს ყავდა ძაღლი დედა შენს შემეშინდა, რო არ გამეცინა შემეშინდა. ეს იყო იუმორი მარაზმი. გადადიოდი მე. ეს იყო იუმორი მარაზმი. როგორ შემაფასებდი თუ შეიძლება? მანდ დამთავრდა სიმღერა? კი, დამთავრდა 1000 ლარი აქვს. 1000 ლარი ჩემია. აგვაგოინეს მე მგონი. დიდი მადლობა. მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ ამპულაშიც შეიძლება. დიდი მადლობა 1000 ლარისთვის, რისთვის მომეცით კაცმა არიცის. მოდი, აქ დავრჩები და შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. მაინტერესებს 1000 ლარი არ მოგცე? 1000 ლარი ბოლოსში შეიძლება. მე მაინტერესებს დღევანდელი განსაკუთრებული რაღაც საიუბილეო გადაცემა შევაჯამოთ. რა ვიცი, ნიკა პირველად ყავს ჟიურიში და უკანასკნელად. მე ერთი მაპატია შეგა რაღაცა ეხლა თელ გადაცემას უყურე და საჩუქარი გააქვს და ბატონიკა საჩუქარი არ აქვს. მოდი გამოვასწოროთ. ელექტრონიკიდან მე მინდა საჩუქარი, რომელიც ბატონი ნიკასთვის არის მულტიფუნქციური ქვაბი. გადმოგცეთ თქვენ, ეს არის ტრიდე. 34 ფუნქციით, ბატონო ნიკოლოზ, ეს არ არის სახუმარო ამბავი, 34 ფუნქცია, არ არის 33. ტრიდე ქვაბი სახუმარო ვერ იქნება. ვერ იქნება, ტრიდე ქვაბი. აპლოდისმენტები ელექტრონიკას. ნუ ამის მერე კიდე არა მუსაჩუქროდ არ დატოვა ელექტრონიკა. ძიმეა, ცხოვრებაში პირველად ვჩუქნიან მულტიფუნქციურ ტრიდე ქვაბს და უკვე საინტერესო იყო დღევანდელი დღე ჩემთვის. მადლობა ელექტრონიკას. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, იმაზე მეტი ვიცინე ვიდრე დაგეგმილი მქონდა ფინანსურად. იძულებაში, ნახის ქვეშ იყო ბატონი ნიკას. ხო, რა ვიცი, დაბადების დღეზე შეიძლება გამონაკლისების დაშვება ჩემს აზრით. კი. მათ შორის ისეთ სისულელეებზე სიცილიად შენ ჩაიდინე და ნანუკამაც. საინტერესო გადაცემა გამოვიდა, საინტერესო დაბადების დღე გვაქვს და ყველაფერი კარგი და სასაცილო სახალისო რუსთავიორს. მე რა რომ თვალთვალია. მე რა რომ თვალთვალია. არ შემიძლია არ დაგეთანხმოდე. კიდე ერთხელ მიულოცოთ რუსთავიორს ეს იუბილეო. ბატონო მარეკო, თქვენც მოგისმენთ ახლა. მე დავამატებ მხოლოდ იმას, რომ კიდევ და კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ყველას რუსთავიორის დაბადების დღე. აი ამ ხიარულ ნოტაზე მინდა გავამთავრო. გაიგო სეიფი და გამოვიდეს ჩემი ყუთნილი ფული. დიდი მადლობა. რა კაი ყოფილა ეს გადაცემა, ეს რომ სწორდება ესე. აქედან. ერთად დავდგეთ, დამევოდი უბრალოდ თანხის არ ვიყო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ერთად დავემშვიდობოთ. ხოჩა შემწვეთ კიდევ ერთი საჩუქარი. ნუ თუ ელექტრონიკა. კი, ხოჩა. ხოჩა. შეგიძლია ხოჩა სალომე შეუძლია გამოგიხოს. კექსები რუსთავიორის ტორტია გამოსაცხობი და ამ ყველაფრით
აქ არის. კი, აი აქ არის. ტარამ. მადლობა, დიდი მადლობა. მაღაზია ელექტრონიკას. უმეტი მადლობა. მადლობა შენ, ტრადიციულად მადლობით ვამთავრებ ხოლმე. მადლობა ჟიურის, რომ იყავით ობიექტურები, დიდი მადლობა. დიახ, მადლობა თქვენ ხელი მომეცით, წავედით. ჩვენ ზუსტად ერთი კვირი დღემშვიდობებით. მოგძალით აქ, იხუმრეთ და 1000 ლარები გაბრუნდით სახში. კარგად ბრძანდებოდეთ.